შემოღლებული ადგილიდან ჩამოვაგდო, კამერაშიც შანსზე, კარგად, ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოში და შემდეგ უკვე მომყვა ხელი. 3 წლის წინ კასპიის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომა გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, გამოძიება მხარეებს მორიგებას თავაზობს, თუმცა დაზარალებული ირაკლი მილაძე დანაშაულში მხილებული თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემაზე იმ შემთხვევაში იტყვის უარს, თუ მოხდება მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მზია ამაღლობელზე უფრო მეტი დანაშაული მათქმედებაში იკვეთება და შესაბამისად გამოუშვან მზია ამაღლობელი. ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი მორის პაულუსენი გორში დეზინფორმაციის მხილებასა და ფაქტების გადამოწმებაზე მომიშავე ჟურნალისტებსა და ანალიტიკოსებს შეხვდა. მისის ხელმძღვანელის მოადგილე ნეოტივის საქმიანობით დაინტერესდა და მისი წარმომადგენლებისგან გაეცნო, თუ როგორ უმკლავდებიან რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობის მყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ. ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებით, რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას ამას დრო აჩვენებს. უსაფრთხოების ექსპერტის შეფასებით 2024 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ღია ანგარიშებში გამქრალია რუსეთთან მიმართებით ის მკაცრი რიტორიკა, რაც მანამდე იყო სუსის საჯარო დოკუმენტებში მოხსენიებული. მისივე თქმით, იგრძნობა ანტიდასავლური განცხადებებიც. ექსპერტი თამარ საძაგლიშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, აქვს თუ არა ქვეყანას რეალური ეროვნული უსაფრთხოება. 2024 წლის შემდეგ როდესაც ვნახავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებს, გარდატეხას ხედავთ, როგორც შეიცვალა პოლიტიკური ნარატივები, ასევე შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ მაგალითად ამოღებულია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციისკენ ანუ ხელი შემშლელი განცხადებები აღარ არის ეროვნული უსაფრთხოების რისკი. რუსეთთან მიმართებით გამქრალია ის მკაცრი რიტორიკა, რაც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებში მოხსენიებული.